მოდის მოვიდა. სტორდით. სვენა. გამარჯობა. გაუმარ. თავისუფლად. თავისუფლად. ეხლა ძალიან თავისუფლადაც უნდა მოიქცევით. მომნახეთ რა მოგვიტანა ზედმეტმა თავისუფლება. ბატონო ლეწე. დიახ. აბა რა დღეა დღეს? რვა. მარტი. სწორია. სადა ვარ? ბარი. მარტი. ოდა დაიმახსოვრეთ. თუ გვინდა ქალებთან ბარი ბარში ვიყოთ, 8 მარტი ჩვენს ბარში ყოველთვის უნდა იყოს ქალთა საზეიმო დღე. დიახ. მაგრამ ერთიას გამაგებინა, კაცო, ვის რაში დასჭირდა ამ ლამაზი დღის გაუქმება. ეს ერთი დღე გქონდათ ჩვენს ქალებს 8 მარტი და ისაც წავართვით. აბა. ეხლა რა გამოვიდა? წავართვით ერთი დღე და 364 დღე დარჩა ვის? ქალებს. მართალია. სასწრაფოდ უნდა დაუბრუნოთ ეს ერთი დღე ქალებს, რომ 364 დღე დარჩეს ვის? ქალებს. ქალებს კი არა? ჩვენ. თქვენ ბატონო თემურ, თქვენ. ბიჭო, მე კი არა, ჩვენ, კაცებს. ჩვენ კაცებს რა დაგემართეთ, კაცებს. დაში. დაში არ ეყოფა მაგას. დაში არ ეყოფა მაგას, ბოშა. სადაც ასტუმრები მოვლენ. აბა, რა სიმღერა შეარჩიეთ და რითი ვეგებებით სტუმრებს მაჩვენეთ. სიმღერას ვერ დაგვიწუნებთ ბატონო თემურ. დიახ. სიმღერას ვერ დაგვიწუნებთ, იქიდან მოდის. აი, ადამ და ევა. მაინც მაჩვენეთ. კი ბატონო, სიამოვნებით. ზართავართ ბიჭებო. დავიწყე. დიდი ხნის წინა ედემს აშინა ადამ და ევას ქონიათ ბინა ცხოვრობდნენ თურმე გადასარევად ედემის ბაღში ადამ და ევა უფასო ბინა ედემს აშინა საჭმელ სასმელი თავზე საფლელი აბაზანაში ლურჯი კაფელი დღელაღამ წყალი ცივი თუ ცხელი ცხოვრობდნენ თურმე გადასარევად ედემის ბაღში ადამ და ევა დაკუპა თავს დაგვატე ხარისხვა უფასო ბინა ედემს აშინა ვაშლის გულისთვის დაგვაკარგინა ვაშლის გულისთვის დაგვაკარგინა თუ არა ქალი არ გაგწირავდა მამა ფალი დაგვექნებოდა ისე ვიცინათ ედემს აშინა უფასო ბინა ცხოვრობდნენ თურმე გადასარევად ედემის ბაღში ადამ და ევა დაკუპა თავს დაგვატე ხარისხვა უფასო ბინა ედემს აშინა ვაშლის გულისთვის დაგვაკარგინა ვაშლის გულისთვის დაგვაკარგინა ვაშლის გულისთვის დაგვაკარგინა ვაშლის გულისთვის დაგვაკარგინა მოდით აქ. რას მიყურებთ? მოდით აქ. ადექი. ვაი, თქვენს პატრონს. ამ სიმღერით აპირებდით, ბიჭო, ქალებთან შეხვედრა. ამ სიმღერით დაგღუპა ევამ. ევამ კი არა, კინაღამ ლეწემ დაგღუპა. მე რა შუაში ვარ ბატონო თემურ. აი ეგრეა რა, ეხლა მე რა ვიცი ყველაფერი ლეწას უნდა დაბრალდეს რა. ერთის თუთით მომისმინეთ ბატონო თემურ, ერთის თუთით. იმ დალოცვილმა მამა უფალმა
ხო უთხრა ევას, რომ მოდი შვილო, აი ეს არისო 60-ის ბაღი. გავიჩხელი. შედი, რა ხილიც გინდა ჭამე. ბალი ჭამე, ალუბალი, გოგრაბალი, ჭანჭური, კორკიმელი, ღმარტლი, ოღნაშო, ნესვი, საზამთრო, ოღონდ ვაშლს ხელი არ ახლა. ეს მამა ცხონებული, გაეკანა და პირდაპირ ვაშლებს არ ეტაკა. ჭამა და ჭამა, ჭამა და ჭამა. ჭამელმა ჭამა. მე რა შუაში ვარ. ჭამ. ტოტებს რაღაცი ამტრო, შემამა ცხონებულო შენ არა. ის ხო არ არის ხა. ეს საზეიმო სიმღერის შერჩევა დაგავალე. შენ აქ ადამთა ევას სასამართლო მომიწყე. ვინ კითხავს შენ 60-ის საქმეების გარჩევას, ჰა? ვინ კითხავს? სხვა სიმღერა. რამე თუ გაქვს, იმიტომ რომ აგე სტუმრები კარზე მოგვექნა. მარტისთვია ბატონო თემურ ახლა და გვაქვს კიდე ერთი კარგი სიმღერა, ოხ ეს მარტი. ხო და ემას. დავიწყოთ? დაიწყეთ ბატონო. შემოუშვათ სტუმრები. შემოუშვით სტუმრები. რამაც ძვირფასო ქალებო. დედებო, დებო, ბებიებო, მეუღლეებო, მეუღლეების დედებო, შვილებო, შვილიშვილებო. გისურვებთ სიყვარულს, სიხარულს, თქვენი ამაგის, თქვენი სითბოსა და სიკეთის დანახვასა და დაფასებას. დღეს ჩვენს ბარიბარში შეიკრიბა ქართული ესტრადის მომღერალთა ერთი ჯგუფი და ალბათ ამიტომაც ბარმენობა მე დამეკისრა. მოდით ასე შევთანხმდეთ. ჯერ ჩვენ, რადგანაც დღეს 8 მარტია, ჯერ ჩვენ მამაკაცები გიმღერებთ რამოდენიმე სიმღერას. ამასობაში ალბათ ჩვენი ქალებიც მიირთმევენ ერთი ჭიქას, ხასიათზე მოვლენ და თვითონაც ამღერდებიან. პირველ მაგიდაზე მიმაგრებულმა მომღერალმა უკვე შეასრულა თავისი მისია. გმადლობ ზურაბ. მეორე მაგიდაზე ვინ აღვავს? მეორე მაგიდაზე რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის პასუხისმგებელი მუშაკი ბატონი ბესარიონ კალანდაძე. ბატონო ბესარიონ, გთხოვთ. შეყვარება ქვია
მოგცემლა კი სიურპრიზი ბატონო თემურ. რა სიურპრიზი ვიცი? აბა ეგ თუ გითხარით რაღაც სიურპრიზი გამოვა. სიურპრიზი ბარი-ბარში. აი, ჩვენი ბარის მფლობელიც მობრძანდა. ბარისა კი არა, ბარებისა. იყო. როგორ არის საქმე? კარგად. იყვნენ? იყვნენ. რაო? რაო და დღგს პრობლემა დგას ის. ეგ რო კარგი რამე იყოს. დღგს დაარქმევდნენ. მაგას მე მივხედავ. ეს მითხარით მენიუში რა გვაქვს? ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ბატონო გივი. კარგი ცხელი და მწველი სიმღერები გვაქვს სიყვარულზე. კარგია. ქართული ხალხური შეგვიძლია გნებავთ აკაპელა, გნებავთ ჩაფანდურებული. ახალგაზრდებისათვის კარგი რეპი შეიძლება, უკაცრავად შესრულდება. ქართული ესტრადიდან ასევე ყველაფერი და კარგი ოსტრი პოლიტიკური შაირები. ეგ არ გვინდა. რვა მარტივ პოლიტიკას თავი დავანებოთ. უი, უცხოურიცა გვაქვს ბატონო გივი. იცით რომელი? აი ეს აი მე კიდანა ჯიგარია. მასერავინ დაიჯეს. აუ, იცით რა არის ბატონო გივი? გუშინ წინა ვნახე სამშაურიანი ოპერა. ყური უკეთეს ვერაფერს ვერ მოისმენს რა. ყველაფერს გეფიქრები. სადიშო ეს კაცი ბიჭო. სამშაურიანი კი არა, სამგროშიანი შეგვიყო. მაგას რა მნიშვნელობა აქვს ჩემ ფულზე ალია-ბალია 15 თეთრია რა. ისა, ესპანურიცა გვაქვს ბატონო გივი. ესპანურს ხო არის სიამოვნებთ? კარგია, ესპანელები გვენათესავებია. ლეწოთ? ლეწოთ. ნუგზა, ერთი ესპანური მეც არ ვიცი ვის დაბეძე, მეც არ ვიცი რა მინდა. ამ ძებნაში სიჯაბუგის ნახევარი გავიდა. მისამართიც არ დატოვე, ჩემი სევდა გაგანდო. მაინც მოგწერ ბარაც, ისე მისამართო. იქნებ დარდი გავაყოლო, ეგებ გული გავართო. Gavadano mi gulis dardebi. Mi samarti tsar mitkhari, ise chumat zakhvedi.
რაც მე ვერ მithქვამს გულს ლამაზად უტარებია რაც მე ვერ მithქვამს და მიმალავს მოვფერები ვარ მხოლოდ ოცნებად გადამეკეთს ჩემო იმედო იქნებ მოხვიდე და მომშვიდო და მაიმედო გავიდა აპრილი ოცნება დაცლილი დავდივარ თან დამსდევ შენი აჩრდილი მომნადრებია შენი თვალები მუდამ დაღლილი მინდა რომ დღეს მე ყველაფერი მოგიყვე ლამაზ ფიქრებში ოცნებებს მოგიყვე მე გისასწაულს დაველოდები იქნებ მოხვიდე ცოცხლის ყოველ ნაბიჯს მოვფერები ვარ მხოლოდ ოცნებად გადამეკეთს ჩემო იმედო მოდი მოდი რომ დამამშვიდო და მაიმედო გავიდა აპრილი ოცნება დაცლილი დავდივარ თან დამსდევ შენი აჩრდილი მომნადრებია შენი თვალები მუდამ დაღლილი მინდა რომ დღეს მე ყველაფერი მოგიყვე ლამაზ ფიქრებში ოცნებებს მოგიყვე მე გისასწაულს დაველოდები გავიდა აპრილი ოცნება დაცლილი დავდივარ თან დამსდევ შენი აჩრდილი მომნადრებია შენი თვალები მუდამ დაღლილი მინდა რომ დღეს მე ყველაფერი მოგიყვე ლამაზ ფიქრებში ოცნებებს მოგიყვე მე გისასწაულს დაველოდები იქნებ მოხვიდე იცი ძმაო ლეწე რაიმე მხიარული მსუბუქში ერჩი ხომ გვაქვს როგორ არა გვაქვს ბატონო თემურ მსუბუქიც აგვაქვს ქვემ მსუბუქიც საშუალოდ მძიმეს ზემძიმეს აუ იმ დღეს ზემძიმეში ბიჭი გამოჩნდა კანდელაკია გვარა ერთ კუბეს რო ლეწა ჩემი თავი გამახსენდა რატო შენი თავი იცით რატო ბატონო თემურ აი ბიბლიაში ხო გვიწერია მარჯვენა ლოყაში რო გლეწავენო მარცხენა მიუშვირეო ვისაც მარჯვენაში ვლეწე ყველა გაითიშა და დაეცა მარცხენა არავის არ მოუშვერია ძმენა დაკარგა ამ ხალხმა ერთი ქრისტიანი აღარ შეხვდა რა გემური სადიშო ეს კაცი ბიჭო ეს ჩვენი ბარის გამპანღურებელია ბატონი ლეწე ჟენა ლეწე კი არა ესესერა უნდა გერქოს რატო ბატონო გივი რა რატო და წითელი ხარ დიდი და აგრესიული დღეს აბიჭო რომ ამარტია ქალთა დღესასწაული რა დროს ლეწვა და მტრევა არიცი მანდილოსნებს როგორ უნდა მოექცე ვიცი არიცი არაფერიც არიცი აი ყური დამიგდე და გაიგებ ხმერთ იგავს გეტყვი იგავს აქვია დედალი ლომი რაზი გირიჯები ლომი და დედალი ბატონო გივი ხეცების გამწვრთნელს საჩუქრად ნიშნად ალალი შრომისა მოჰგვარეს დედალ მამალი წყვილი ბოკვერი ლომისა წვრთნელმა მამალი არ მინდა მასთან კონტაქტი ძნელია ამიტომ დედალს ვიტოვებ იური გასაწვრთნელია მართლაც არენის ვარსკვლავად აქცია ლომი დედალი
მოიგო ბევრი კონკურსი, პრიზებიცა და მედალიც. შექმნა უბადლო ნომერი, თავისი შრომის ნაყოფად ლომის ხახაში უწევდა ხანდახან თავის ჩაყოფა. ერთხელაც ლომის ხახაში როცა შევიდა თავითა, მოულოდნელად დარბაზში შუქი ჩაქრა და წავიდა. ლომმა იფიქრა, ნომერი დამთავრებულა უდავოდ, ადგა და პირი დახურა, წვრთნელი დატოვა უთავოდ. იოლი მისახვედრია, მორალი ჩემი იგავის. ლომთან დედალიც რომ იყოს, დისტანციაზე იყავით. ისე იმოს ავდგები და შევეკრები ზიაფანტელეიმოს კომუნისტის თუფილია ერთმანეთის დახმარები თავი გაგვიტანია ტანიასაც შეველები გალიას ოღონდ ნახო ბედნიერი ჩემი მიწაწყალია ემორი, ერთი საყვედური უნდა გითხრა. რატო კი? რატო? მე ხომ გთხოვე რომ ბარში მამებისა და შვილების გამოსვლის ტრადიცია არ დამიკარგო მეთქი. ხა, უნდა საახალწლო სუფრაზე ხო დავპატიჟი ჩემი ნათლული, არ მოიყვანე. აი ახლა სარვამარტო სუფრაა, სად არის ქეთი? მე გივი არა გინეცველი, არა. ლეწე, შენ ახლა ბარს მიმიხედე. შენ ძამოდი ჩემთან.